დაახლოებით 1 საათში იმსჯელებს სასამართლო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. Როგორც ცნობილია, პროკურატურა უძილაურისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია ამის შესახებ უძილაურთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა ბექა გულედანმა გააკეთა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროს და ქართულ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდედება მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციის გადაცემა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ დავეთანხმებით პატიმრობასთან, სასამართლო გადაწყვეტავს ჩვენ ალბათ მოვითხოვოთ ალტერნატივას გირაოს, ისე მოვითხოვს საქმის შეწყვეტას. ბრალდებულის პოზიცია მოგახსენებთ, არ აღიარებს დანაშაულს. ვერ ვისაუბროთ, ვინაიდან საქმე არის სრულიად საიდუმლო გრიპით.